მოგესალმებით. ვაგრძელებ ლევიტელთა წიგნის გარჩევას ლევან რევაზიშვილის მოთხოვნით. მათთვის, ვისაც წინა ლექციები არ მოусმენიათ, გავიმეორებ, რომ ჩვენ უკვე განვიხილეთ პირველი თავის პირველიდან მეოთხე მუხლის ჩათვლით. სადაც გამოვიგულიეთ თუ რას ნიშნავს მსხვერპლშეწირვის რიტუალში ცხრის თავზე ხელის დადება და თუ რატომ უნდა მიიყვანა ისრაელიანს მსხვერპლი მოწმობის კარავთან. ასევე შევეხეთ იმ მნიშვნელოვან მოვლენას, რომ უფალმა მოუწოდა ადამიანს და არა ადამიანმა უფალს. შევახსენებ მსმენელს, რომ ლევიტელთა წიგნში აღწერილი ყოველი რიტუალი და წესდება მიუნიშნებს იესოს პირველ და მეორე მოსვლაზე და ეს წიგნი აბსოლუტურად ქრისტოცენტრულია. სწორედ ამიტომ არის იგი უძვირფასესი წიგნი ქრისტიანებისთვის, საიდანაც უხვად მოაქვს ციტატებისული წმინდა სახალ აღთქმაში. აღფრთოვანებული მოციქულებიც ენაწყლიანობენ ამ წიგნიდან. მიუნიშნებენ რა, რომ ქრისტეზე იყო მთელი ძველი აღთქმის წიგნები დაწერილი. თავად იესომაც განუცხადა იუდეველებს, რომ მოსე მასზე წერდა. ახლა კი ვკითხულობ პირველი თავის მეხუთე მუხლს. დაკლას ხბო უფლის წინაშე და შესწირონ აარონიანმა მღვდლებმა სისხლი და გარშემო ასხურონ სისხლის სამსხვერპლოს, რომელიც სადღესასწაულო კარვის შესასვლელთანაა. ამ მუხლში მთავარი დატვირთულობის მქონე სიტყვები, რომელნიც წარმართავენ იქ მოცემულ აზრს და რომელთა გარეშეც წინადადება ვერ შესძლებდა გადმოეცა ის, რისი თქმაც უნდა ღმერთს ჩვენთვის, არის დაკლას სისხლი მოასხუროს სამსხვერპლოს. უნდა გითხრათ, რომ თანამედროვე გონება ლევიტელთა წიგნს ვერ იღებს. ამის მიზეზი კი არის მისი ჰუმანისტური განათლება. ჰუმანიზმი თავისი ფორმით ძალიან გავს ჰუმანიტარულს, მაგრამ არსით ისინი სხვადასხვა სიტყვებია. ბევრი ვერ ანსხვავებს ამ ორს და ერთმანეთში ურევს. ამ მომენტს მარჯვედ იყენებენ ღმერთის მოწინააღმდეგეთა რიგების წარმომადგენელი ხალხი. ჰუმანიზმი თავისი ისტორიულ-ფილოსოფიური გაგებით არ ნიშნავს ადამიანის მიმართ კეთილგანწყობასა და დახმარებას, არამედ ადამიანო ცენტრულობას. ის თავისი ბუნებით დაბლასწევს ღმერთის ავტორიტეტს და წინაპლანზე ადამიანს წამწევს. საუკუნეების მანძილზე ამან იმუშავა და მოგვიტანა ათეიზმი დღევანდელი ფორმით. თავდაპირველად კი ტერმინი მოიაზრებდა ღმერთს თავის თავში. სიტყვა ათეიზმს სულ ცოტა ხნის ისტორია აქვს. ის გამოყენებულია ხალხთა შესაცდენად. მისმა ავტორმა სატანამ კი ძალიან კარგად იცის ღმერთის არსებობა, რადგან დაწერილია, რომ ეშმაკებსაც სწამთ და შიშით კანკალებენ. ისევე როგორც ყველა მატყუარა მიცის ჭეშმარიტება, მაგრამ სხვის შესაცდენად ხმარობს ამხრიკს. ხოლო რაც შეეხება ტერმინს ჰუმანიტარული, ამის გაგება არის ის, რომ ერთი ადამიანი მეორეს დაეხმაროს, რისი მოხალისეებიც თავად ქრისტიანები არიან. მას შევთანხმდეთ, რომ ჰუმანიზმი ქრისტოცენტრულობის მოწინააღმდეგეთა ლაშქარში ირიცხება და ბრძოლის დროს ქრისტეს წინააღმდეგ გამოვა აუცილებლად. მაშინ, როდესაც ჰუმანიტარული გულისხმობს მხოლოდ ადამიანის დახმარებას და ჩვენ ვიცით, რომ მსოფლიოს ყველაზე დიდი ჰუმანიტარული დახმარების ცენტრები ჯერ კიდევ ქრისტიანულ სახელს ატარებს. აქ მე ვცდილობ, რომ დავხატო სურათები, რომლებიც სააშკაროზე გამოიტანს ჩვენს მსოფლო მხედველობას, სხვანაირად რომ ვთქვათ, ჩვენივე დაცემული გონების მდგომარეობას, რაც არის ხელის შემშლელი პირობა იმისა, რომ მივიღოთ ბიბლიაში მოცემული ჭეშმარიტება. ჰუმანიზმი კი იმიტომ არის ბიბლიის წინააღმდეგ, რომ ჯერ მარტო მხსნელის როლს თავად გისრულობს იგი. მხსნელი ადამიანია, ასე რომ იესოს ადგილი აღარ რჩება ჩვენს გულებში. ჩვენ კი ვგავართ დანაღმულ ადამიანებს, ცოდვით დანაღმულ ადამიანებს, ვინც ძალიან მალე აფეთქდება და დაიღუპება, თუ არ განაიარაღეს. მართალია, ყვავს ჩვენ მრავალგზის გმირი იესო, ვისაც ამის გაკეთება შეუძლია, მაგრამ მასთან მხოლოდ ერთი გზა მიდის. მსოფლიოში კი მოდაშია დიალექტიკური მატერიალიზმი, რის მიხედვითაც რამდენი კაციც არსებობს, იმდენივე გზა არის ჭეშმარიტებასთან მისასვლელი და ეს ბევრს თუ ინსურევს. ჩვენ კი ქრისტიანები, რადგანაც ბიბლიამ უკვე გაგვაფრთხილა, მყარად უნდა დავდგეთ და ეს ყველაფერი დავაკავშიროთ ერთმანეთთან და გამოვიტანოთ
ერთი სწორი დასკვნა. კერძოდ ის, რომ ერთია ჭეშმარიტება და არა მრავალი და ერთია გზა ხსნისაკენ იესო ქრისტე. მე ვარ გზა, მე ვარ კარი, გითხრა მან. ცხრის დაკვლით და მისი სისხლის დაღვრით სწორედ იმას წინასწარმეტყველებდა ისრაელიანი, რომ მოვიდოდა ნამდვილი მესია, ვისი სისხლითაც გავსუფთავდებოდით ჩვენ, ვინც უნდა დაკლულიყო როგორც ცხვარი, ტარიგი იგი და ვინც გამოიხსნიდა ჩვენს ცოდვებს. ის, რასაც ისრაელიანს ასწავლიდა ღმერთი და რასაც იგი ასრულებდა თავის წესებსა და კანონებში, რიტუალებში, მუხლი მუხლზე აღასრულა იესომ თავის ჯვარზე გაკვრით. ახლა მკითხვა ისმის, რატომ სისხლი? არ შეიძლება და უფრო ჰუმანისტური მიდგომა ამ საკითხთან? ამ კითხვაზე ბიბლიიდან პასუხი ერთია. სხვა გზა არ დარჩა ადამიანს. მხოლოდ წმინდა სიცოცხლეში აჩერებდა თავისი სისხლის დაღვრით სამსხვერპლოს, გაუმაძღარ სამსხვერპლოს, რომელიც ვერ იქნა და ვერ დაკმაყოფილდა საუკუნეების მანძილზე მრავალი მსხვერპლშეწირვით. სანამ იესოს წმინდა სისხლი არ დაიღვარა მასზე, მხოლოდ მაშინ მოგვეცა ადამიანებს შვება და მოგვეხსნა ჩვენივე ჩადენილი ცოდვით გამოწვეული წყევლა. მანამდე კი ღმერთმა ერთი სიკეთე გაგვიკეთა, რომ ასეთ ცოდვილებს დაგვიკეტა უკვდავების ხილისკენ მიმავალი გზა, რათა სამუდამოდ არ მოუკვდარიყავით, არამედ იესოს რწმენით გამოცვლილთ გვეგემა მისი ნაყოფი, რაც არის უკვდავება, უკვე გასუფთავებულთ და ბედნიერთ. წარმოგიდგენიათ უბედური იყოთ და უკვდავი? საშინელებაა ეს და აქედან დაგვეხსნა ღმერთმა. მანამდე კი იესოს სისხლის დაღვრამდე გასახსენებლად და საწინასწარმეტყველო რიტუალად ჰქონდა ჩვენ მოსეს მიერ მოცემული წესი მსხვერპლშეწირვისა, სადაც მსხვერპლი უნდა მომკვდარიყო და სისხლი უნდა დაღვრილიყო. აქ სამსხვერპლოზე დანთებული ცეცხლი იესოს მიერ ადამიანის ცოდვისგან გამწმენდელი მექანიზმია, რომელიც ასუფთავებს ყოველს, რასაც ეს შეეხება. ჩვენ ასევე უნდა შევთანხმდეთ, რომ ქრისტეს შემდეგ მსხვერპლშეწირვებიც აღარ არის საჭირო. ეს უკვე ზედმეტობაა. ოჰეს ძვირფასი სისხლი, რომელიც ჩვენს სიცოცხლეს ჩაენაცვლა, რამაც გაგვასუფთავა ჩვენ და ამოგვიყვანა გაჭირვებიდან. სწორედ სისხლში იყო სიცოცხლე, გვასწავლის ბიბლია. და თუ ადრე ჩადენილი ცოდვის გამო კანონი გთხოვდა სიცოცხლის წილ, ახლა შეგვირიგდა ის ჩვენ და ყოველდღიურ მეცადინეობაში ჩვენი პირველი მეგობარი გახდა ის, რადგან უკვე შევიცვალეთ და ახლად დაბადებულნი დღითი დღე ვემსგავსებით ქრისტეს, ვინც თავისი ცხოვრებით აბსოლუტურ თანხმობაში მოდის კანონთან. კანონმა კი მოთმინებით იცადა მესიის მოსვლამდე, რათა არსით კარგს, მაგრამ ბევრისგან ბრალდებულს სიმკაცრეში, საბოლოოდ ღვთისკენ მობრუნებული შვილებისგან გულთბილი განწყობით ესიამოვნა. მადლობა უფალი იესო ქრისტეს, რომ კანონთანაც შეგვარიგა ჩვენ. სწორედ ამ მესიის მოლოდინში ისრაელიანები მთელი გულმოდგინებით ასრულებდნენ მსხვერპლშეწირვებს და თუმცაღა დაღვრილი სისხლი არც იმათ ახარებდათ, რადგან იგივე მასალით არიან ისინიც მოზელნი, რითაც ჩვენ და არაფერი სასიამოვნო ამაში მართლაც არ არის, რადგან ვის მოსწონს, როდესაც საკუთარ ცოდვას ახსენებენ, მართლაც რომ ჯანსაღ ადამიანს არ უნდა მოეწონოს ის, რაც თავის საკუთარ სიკვდილს ახსენებს, მაგრამ მადლობა ღმერთს ისე შეგვუყვარა მან, რომ ამ საძაგილი მდგომარეობიდანაც გამოგვისყიდა და საკუთარი შვილის სისხლიც კი არ დაინანა ჩვენთვის. ჩვენ ფსიქოლოგიური უპირატესობა გვაქვს ქრისტიანებს. ამიტომ აღარ გვეშინია, რომ სიმართლეს თვალებში შევხედოთ და აღარ გვზარავს არსებული რეალობა, რომ ცოდვილნი ვართ. არც კანონის აღარ გვეშინია, რადგანაც შეგვარიგა მასთან ჩვენ იესო. ქრისტიანი ყველაზე გულწრფელი ადამიანია, ყველაზე გულადი და მამაცი. ბევრს არ შეუძლია საკუთარ შეცდომებს, ცოდვილობას საზიზღარმეს თვალებში შეხედოს და თქვას და აღიაროს, რომ მე ასეთი ვარო. მაგრამ ქრისტიანს ეს ეადვილება, რადგან მას ზურგს უმაგრებს იესო ქრისტე. იგი აბსოლუტური ფსიქოლოგიური უპირატესობით სარგებლობს სხვა ადამიანებისგან განსხვავებით. მინდა დასასრულს კიდევ ერთი მადლობა გადაუხადო უფალს, რომ ჩვენ ჯაბანს, ცოდვილ ხალხს
ასეთი სიმხნევე და სიმამაცე გვაჩუქა, მადლით გვაჩუქა, არაფერი დაგვიმსახურებია. მაშასე გავაგრძელოთ ლევიტელების კითხვა, რომელიც ბევრს ზარავს, მაგრამ ჩვენთვის ეს ხსნის გზაა. წინასახია იესო ქრისტესი. მე დღეს ამით დავამთავრებ. მომავალ შეხვედრამდე.